ღმერთმა მშვიდობა მოგცეთ, ჩემო ქართველებო. ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე, რომ ჩვენი მთავარი ფუნქცია არის სიყვარული, გვიყვარდეს და რომ ერთი ლოყაში გაგვარტყა, მეორე ლოყა უნდა შევუშუროთ, რომ ნებისმიერი ადამიანის მიმართ უნდა გამოვხატოთ სიყვარული და პატივისცემა, რომ არ შეიძლება რამე სახის აგრესიას გამოვხატავდეთ, თქვათ, ამდენი უცხოელი რომ არის შემოსული საქართველოში, ასე და ასე შემდგომ. ერთი შეხედვით ეს, რა თქმა უნდა, კარგი მოსასმენია და ქრისტიანულ ნორმებში ჯდება, მაგრამ სინამდვილეში რომ დააკვირდეთ, რას ნიშნავს სიყვარული. მოდი სიღრმეში ჩავიდეთ ეგ. ღმერთმა ისე შეიყვარა ადამიანი, რომ მოვიდა მასთან, განხორციელდა ადამიანი გახდა, ჯვარზე მოკვდა. და ჩვენ გვაჩვენა, რომ ჯვარზე როდესაც მიდიოდა იესო, აკიდეს მას რა ჯვარი გოლგოთისკენ როცა მიდიოდა. როგორც ადამიანმა მან ვერ შეძლო ამ ჯვრის აზიდვა და მას დაჭირდა, რომ მას შეხიდებოდა როგორც კაცს სვიმონკვირინელი, რომელმაც აიტანა გოლგოთაზე ქრისტეს ჯვარი. ღმერთი, განხორციელებული ღმერთი, რომელსაც ხელთ ეპყრა მთელი სამყარო და არათუ ნება გაფიქრებას კი საკმარისი იყო, რომ ის ჯვარი უბრალოდ აფრენილიყო, ამჩატებულიყო და გოლგოთაზე თავისითაც კი დასობილიყო, რომ მოესურვებინა უფალს, ესე მოხდებოდა. ღმერთმა გვაჩვენა ჩვენ, რომ თითოეული ჩვენთაგანი ჩვენს გოლგოთაზე ჩვენ ჯვარს ვერ ავიტანთ, ვინმე რომ არ შეგვეხიდოს და პირიქით. თუ ჩვენ არ გვექნა სურვილი შევეხიდოთ სხვებს ჯვრის გოლგოთაზე აზიდვისთვის, ჩვენ ისე ვერ ვწყონდებით, ვერ გამართლებით მის წინაშე. უფალი ასეთ რამეს გვეუბნება, რომ თუ ვისაც გინდათო მე შემომიდგეთ, უარყავს შენი თავი, აიღე შენი ჯვარი და შემომიდექი მე. ანუ საკუთარ თავის უარყოფა ნიშნავს საკუთარი სურვილების უარყოფას და ჯვრის აღება ნიშნავს, რომ ის წინაღობები, ის ტანჯვაწამება, რომელიც სულიერი თუ ხორციელი, რომელიც უფლისკენ მიმოვალ გზაზე შეგვხვდება, ის უნდა მიიღო მორჩილებით. აი ამის მერე ხარ ქრისტიანი. ხოლო სიყვარული, ქრისტეს მიერ სიყვარული ნიშნავს რას? როდესაც შენ ხედავ, რომ შენ ერი იღუპება, გოგონები მეძავდებიან, ბიჭები ნარკომანდებიან, გადაშენების პირასა ერი, უცხო თესლი შემოდის საქართველოში და შენ ენაზე მოლაპარაკე ტომი, ქართველი ერი. თანდათან ყდომის პროცესია და შენ ამ დროს ლაპარაკობ სიყვარულზე შემოსულთა მიმართ, შენ არ გამოხატავ თავგამწირვის ქმედებას შენივე ეთნოსის მისამართით. ჩვენ უნდა შევიყვაროთ ჯერ პირველ რიგში მოყვარე, შემდგომ რა თქმა უნდა შევიყვაროთ მტერი და როდესაც ირყნება და იღუპება ერი და შენ ამ დროს ამას სოფლის ძალაუფლებასთან ლაგდები, იმ ლოგიკით, რომ სიყვარული, მორჩილება და ასე შემდგომ და ამ დროს ამასოფლის ძლიერთან მეშვეობით ხდება ეს უბედურება, გოგონების გამეძავება, ბიჭების განარკომანება და დაღუპვა, გენოციდი ზოგადად, სულიერი თუ ხორციელი და სწორედ მათთან შენ თანამშრომლობ, ანუ კეთილ განწყობაში ხარ, შენ სინამდვილეში მტარვალთან თანამშრომლობ და შენ სინამდვილეში არ გაგაჩინია ნამდვილი ქრისტეს მიერი სიყვარული. ასე რომ ქრისტეს მიერი სიყვარული ნიშნავს თეთრზე ამბობდე თეთრს, შავზე ამბობდე შავს. მადლობა ყურადღებისთვის.